საღამომშვიდობისა, ობიექტივი ცნობილ საზოგადო მოღვაწესთან რეზო ამაშუკელთან სტუმრობს. ბატონი რეზო დღეს ჩვენი მასპინძელია. ტრადიციულად ჩვენ ობიექტიველები ვართ ხოლმე ბატონი რეზოს მასპინძლები, მაგრამ ამჯერად ცნობილ პოეტს შინ ვესტუმრეთ და საზოგადოებისთვის საჭიროებო საკითხებზე ვისაუბრებთ. ამ ერთი საათის განმავლობაში თქვენ მოისმენთ მოსაზრებებს, რომელთა გათვალისწინებაც ერთნაირად მართებთ როგორც საზოგადოების წარმომადგენლებს, ასევე ხელისუფლებასაც, როგორც პოლიტიკურ სპექტრს, ასევე იმ ადამიანებს, რომლებსაც სურთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში აქტიური მონაწილეობა მიიღონ, ღიად ან კულუარებიდან. მოკლედ, ჩვენი მასპინძელია ბატონი რეზო. ბატონი რეზო და მე, ჟურნალისტი ბონდო ბძინარაშვილი კი თქვენ გსტუმრობთ. ამჯერად უკვე თქვენ ხართ ჩვენი მასპინძლები და თქვენ უნდა მიგვიღოთ ჩვენ ისეთები, როგორებიც ვართ. ოღონდ გახსოვდეთ, რომ ჩვენ გულწრფელები ვართ, გულწრფელად გეუბნებით იმ მოსაზრებას გიზიარებთ, რომელიც ჩვენი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა თქვენგანმა მოისმინოს და რაც თავარია გაითვალისწინოს. საღამომშვიდობისა ბატონ რეზო, დიდი მადლობა მასპინძლობისთვის. რიქით, მადლობა შენ. ძიმე ვითარებაა მართლაც ქვეყანაში, მე არ მინდა რაღაც ასე ვთქვათ და უფრო მეტად დავძაბო ისედაც დაძაბული მდგომარეობა, მაგრამ ფაქტია, რომ საზოგადოებაში ძალიან მაღალია დუღილის ტემპერატურა და რაღაც ნაბიჯები აუცილებლად უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ მაქსიმალურად განიმუხტოს ეს ვითარება. ნელ-ნელა და არა უცბად და რადიკალური ნაბიჯებით. რა გზას ხედავთ თქვენ იმისთვის, რომ საზოგადოება ამ დაპირისპირების ველიდან გამოვიდეს? ახლა როგორ გითხრათ, ჩემო ბონდო, მე რასაკვირველია არც ამაქვს ამის პრეტენზია და ვერც ვიტყვი ხმამაღლა, რომ მე რაც გარკვეული რეცეპტის დადება შემეძლოს მაგიდაზე, მაგრამ ჩემი გამოცდილებით, რასაც მე უყურე ამდენი წლების მანძილზე, ჩვენი ემოციურობით, ჩვენი ტემპერამენტით, ეროვნული ტემპერამენტით, თუ ამას რაღაც გარკვეული რეგისტრი ქვია ჩვენ ხასიათში, ხშირად მოულოდნელი ნაბიჯები გადავდგით. ამას მე არ განვაზოგადებ ახლა, რაც იყო წარსულში, მხოლოდ მე ერთადერთი მიზანი ჩემს საუბარს შენთან და საზოგადოებასთან ეს არის, რომ მე ძალიან დიდ საფრთხეს ხედავ. ძალიან დიდ საფრთხეს ხედავ, ეს საფრთხე საუბედუროდ გარდუვალია. და იმის თქმას მინდა, რომ არასოდეს იმის პრეტენზია მქონია, რომ მე წინასწარ ხდებოდი რაღაცებს, მაგრამ საუბედუროდ ჩემი ინტუიციით ყოველთვის ადასკვნას გამიკეთებია საუბედუროდ ვამბობ ამას. ყველაფერი თითქმის წვეცი ისე აღსრულებულა შემდგომში. ამიტომ ჩემი თავი მე ვალდებულად ჩავთვალე, რომ ხმამაღლა ვთქვა ის, რასაც ვფიქრობ და თუ ამას გაიზიარებს, როგორც ჩვენ თქვი, პოლიტიკური სპექტრი, საზოგადოება, ერის დიდი ნაწილი, იგივე ეკლესია, რომელიც ჩემთვის ყველაფერს წარმოადგენს, ხელისუფლება, მე ჩემსას ვიტყვი და დანარჩენი მე ყოველ შემთხვევაში ღმერთმა არაქნას და თუ მართლა ის დიდი უბედურება დაგვატყდა თავს, რასაც მე ვგრძნობ, იმის თქმის უფლება მაინც მექნება წასვლის წინ, როცა დავტოვებ ამ ქვეყნიურ ამ აჭრელებულ და გაოხრებულ პლანეტას, რომელიც უკვე ბოდიშვილთი მსმენელთან, ესე იგი უარყო ღმერთი, ყველაფერი, ესე იგი სარწმუნოება, წარსული, აწყო, ის დიდი ღირებულებები, რის გამოც ეს ყოველთვის ვამაყობდით ჩვენ, იგივე ეს ევროპული ღირებულებები, ან ჩვენი ქართული სულიერება და ის რაზედაც აღმოცენებულია ჩვენი დღევანდელობა, თუნდაც ყველაფერი გააფუჭეს, იმის თქმის უფლება მაინც მექნება, რომ მე ჩემი სათქმელი ვთქვი და არ დავიხიე უკან და არ დავმალე. პირველ რიგში იცი შენ, რომ მე ცოტა გულისტკენები მაქვს რაღაცებზე, ჩვენ გველაპარაკია, მაგრამ ამ წუთში ეს არაფერს არ ნიშნავს. მე თავიდანვე ვთქვი, რომ ძალიან ჭკვიანური და ესე იგი გაბედული და ამავე დროს ესე იგი წელი ამ ნაბიჯში მე ხედელობაში მაქვს პატრიოტ ალიანსის მოსკოვში ჩასვლა და ეს სარისკო ნაბიჯი იყო, იმიტომ რომ ჩვენ ხო ყველაფერს ერთი მხრიდან უყურებთ ქართველები და გინდა თუ არა რო ვიტყვით ეს არის შავი, დამთავრებულია მერე. მას წლები ჭირდება რომ რაღაცა გამოსორდეს.
მე კი მიმაჩნია რომ ეხლა კარგად იცი რომ მე არავის არ ვეფერები და არ ჭირდება არავის პარტია მე არ ჭირდება არავისი მაგრამ ხაზგასმით ვამბობ რომ ეს ნაბიჯი ძალიან დიდი ხნის წინ უნდა ხელისუფლებას გადაედგა არავინ არ ჩამითვალოს რომ ესე იგი მე ვინმეს კათას უკოცნიზე რუსეთში კისერიტე ხოს იმანას და ვინც გინდა იმან თუ ჩემი ქვეყნისთვის არ იქნება მაგრამ როცა ცხვირი ცხვირზე აქვს მოდებული საშიშროებას უბედურებას და რომელიც ესე იგი გარდუვალი იქნება თუ ჩვენ ისე დავიწყეთ ფრანჭიაობა ისევ გულზე ხელის ვრაგონი დავიწყეთ და ისევ ის ლიბერალური შხამი რომელიცაც გაჟღენთილია უკვე თაობები და ვერ გადააჯერებ ვერაფერს მაშინ ძალიან გვიან იქნება და სულ ყველა გაიქცევა აქედან და მერე როცა ერთხელ თქვი შენ გადაცემაში რომ ძველად საომარი იყო ლელო როცა ამ ლელოს მოსპობენ რამოდენიმე ხნის შემდეგ მერე ისევ ეს ორი იმპერია ისევ ერთად იქნება ხოლო საქართველოს აღარ იქნება ამას მე პირდაპირ ვაცხადებ ამიტომ მე ამ ნაბიჯს მივესალმებით ეს უნდა განივრცოს ეს ნაბიჯი უნდა ხელისუფლებამ უნდა თავის პრიორიტეტად მიიჩნიოს მე ხო იმას არ ვამბობ მონები გავხდეთ ვინმესი თუ ჩვენ ველაპარაკებით თურქებს და ეს აუცილებელია და მე მივესალმები ამას თუ ჩვენ ველაპარაკებით ამერიკის შეერთებულ შტატებს ევროპას ყველას ველაპარაკებით გვავიწყდება ეს ამბავი რომ ერთი პატარა ნაპერწკალი ჭირდება თეთრდაც მეტი კი არაფერი არ უნდა და როცა წამდაუწუმ ყურიდან ენას უყოფენ ესე იგი ეს გოგობიჩები და არის ესე იგი რიტორიკა გრძელდება იმიტომ რომ თავიანთი გრანტები გადაარჩინონ თავიანთი თანამდებობები გადაარჩინონ და ეს ყველაფერი გრძელდება და პრანჭიაობა დასავლეთის მიმართ რომ ეს ეძლევიან ბოდიშვიხტი და ქუჩის ქალებივით ზოგიერთი პოლიტიკოსები ამიტომ ესე იგი ცოტა მეტი დაფიქრება საჭირო მით უფრო რომ რუსეთს აქვს გარკვეული ბერკეტები საქართველოში არა მხოლოდ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში სხვაგანაც და ნებისმიერ დროს შეიძლება ისე გართულდეს ვითარება ქვეყანაში რომ ჩვენ ვეღარც კი მოვძებნოთ ვერანაირი გამოსავალი ბოდიშვიხტი ამ გამოთქმისთვის მაგრამ ვის ვებრიკებით ჩვენ ვის ველაპარაკებით ესე იგი ხომ კარგად დავინახეთ ყველაფერი ისე როგორც კი მოხდება ასეთი აქცია ხა მეორე დღეს ან ორ კაცი პარავენ ან რამოდენიმე მეტი კიდე გადმოდის ეხლა ეს ეხლა მაკლი ეხლა მე ვიღაცა ტუტოს ვაგონბიო ვინ იყოს ჩემ პატრიოტობაში და ჩემ გულწრფელობაში ეჭვი შეიტანოს რატომ ხდება ასე რატომ არის გაყოფილი ორად ვისი ბრალია ესა ეს ისევ ჩვენი ბრალია კი ბატონო ყველაფერს უნდა მიეხედოს მაგრამ სანამ ჩვენ თვითონ შიგნით ესე იგი არ გავთლიანდებით და ეს გამთლიანება არ მოხდება არავითარ შემთხვევაში იმიტომ რომ ნაციონალურ ბანდას კიდე გეუბნებით რომ ამბობენ რომ ეხლა რომ ამბობენ რომ ეს ერთი პარტია მოტაცებს ხმებს დაუშვათ მეორეს ტყუილი ეგა ნაციონალებს ესე იგი ისეთი ელექტორატი ყავს თავისი შამფური რო გაუყო რომ მაინც იმას მიცემს მას ეს არის სექტა ასე რომ ამას იმედი ნურავის ნუ აქვს და ნურს იმის იმედი ნუ ეკნება ნურავის რომ ეს დაშლილი ესე იგი გირჩი მირჩი ეს ისა რა ქვია ევროპული საქართველო ეს ის რა ქვია ადოლფინა ხოშტარია ეს რა ქვია იქთვის გიგის წამოყენებულის ეს ერთი და იგივეა აბსოლუტურად ეს ერთი კაცის მოფიქრებულია ის არ იყოს დათათუთაშხიაში ესე კი არ არის ამას ბავშვიც მიხვდება რა თუნდა ამას ლაპარაკი მაგრამ მერე კიდე ის პარტიები რომლებიც რაც თავი მახსოვს მარტო ჩვენ მარტო ის რაღაც პარტიები სამსამკაციანი პარტიები როა და შენ არა რაღაც სახელები რო ქვია ესე იგი და დღე-დაღამე ტელევიზორში რო ყრიან 30 წელიწადია მაგათ უყურებ რა უნდათ ფული უნდათ მიაშავეთ ეს ფული კაცო ისე მიაშავეთ გაეტრენ ამ ველიდან იმიტომ რომ ხალხი დაბნეულია ჯერ ეს ერთი იმ ძველ სახეებს არავითარ შემთხვევაში არ მიიღებს საზოგადოება არც ახლა ახლებზე ვიღაცა მეტყვის რომ ახლები ესენიც უარესები არიან ხანდახან მე რას ვამბობ ესე იგი მე უბრუნდები ჩემ თავარ საქმეს აუცილებელია და გარდაუვალია რომ სახელმწიფო დონეზე და არა ამ პრეზიდენტის დონეზე რომელსაც მე 5 ტიტული მივანიჭე და კიდევ ჩამოვთვლი რომ ჩვენ მაყურებელს შევახსენო ესე იგი თავარ სარდელი კარალევა მარგო
ბიოცისტერნა, ტროას ძროხა და გასაბერი კაცი. ეს კაცი ვერავის ვერ დაელაპარაკება გარდა ამ ლიბერალური შხამით გატენილ მატალებს. პირდაპირ ვაცხადებ ამას. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა თქვა, როდესაც რუსეთის ხელმძღვანელობის მხრიდან იყო შემოთავაზება დიალოგთან დაკავშირებით, რომ ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა მარგველაშვილმა, რომ აუცილებელია ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან მოლაპარაკება და მხოლოდ შემდეგ მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას. ანუ საქართველოს საკითხი მაინც არის რუსულ-ამერიკული სასაუბრო თემა და არა საქართველო-რუსეთის სასაუბრო თემა. სწორედ ამ კონტექსტში არის ძალიან მნიშვნელოვანი ქართული პოლიტიკური სპექტრის დამოკიდებულება რუსული პოლიტიკური სპექტრის მიმართ. რამდენად შეუძლია ამ გადაწყვეტილებას, პატრიოტთა ალიანსის გადაწყვეტილებას საკანონმდებლო დონეზე პირდაპირ ურთიერთობები დაამყაროს, ნელ-ნელა უკვე რუსეთ-ამერიკის გადასაწყვეტი საკითხი ქართულ-რუსულ საკითხად გადააქციოს და საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღოთ უფრო მეტი სარგებელი ამ ურთიერთობიდან, პირდაპირ ურთიერთობიდან, ვიდრე ველოდით აქამდე ევროპული ან ამერიკული ჩარევით ამ საკითხების გადაწყვეტას. არ მინდოდა მე ამ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ რადგან დამისი კითხვა უნდა გიპასუხო. ჩემი მოსაზრება და ჩემი ღრმარწმენა ტყუილი ეს ამერიკელები არასოდეს როგორც რუსები სხვა შორის ყველა იმპერიას თავისი პირადი ანგარიშები აქვს და ყველა იმპერია ინტერესები აქვს რა თქმა უნდა სახელმწიფო ინტერესები თავის სასარგებლოდ ამაში არც შენ არც მე არც არავის ესე იგი ჩვენ იმის უფლება არ მაქვს მე რომ კაცი თავის მაგრამ მე როგორც ქართველს ხო უნდა ვეცადო ყველაფერი ვიღონო იმისთვის რომ ეს უბედურება მათი დაპირისპირება ჩემ ხარჯზე არ მოხდეს ეს ხო უნდა მიხვდეთ მე კიდე რო რამეს აკეთებდეს ბონდო აი იქ საზღვართან ასვლა და იქ დროშების ფრიალი ამას ვერავინ ვერ დაგვასწრებდა ჩვენ მაგრამ ეს არის აი სწორედ ეს არის აი ფუჭი საქციელი იმიტომ რომ რაცაც მეც გააღიზიანებ ის უნდა იმასაც და საბაბს ვაძლევს ჩვენ იმისას ესე იგი რიტორიკას უნდა მოუთხილდეთ არ არის არც ერთი ტელევიზია სადაც არ იყოს მაჭვაგრეხვა ამ საკითხში თორე ისე მაგ თემაზე და შესაძლოა ძალიან მნიშვნელოვანია რომ განსაკუთრებით ნაციონალები და ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული ჟურნალისტები თუ არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურობენ ამ თვალსაზრისით, თუმცა ამავდროულად ძალიან ცოტას ან თითქმის აღარავის ახსოვს სარკოზი ეგრეთ წოდებული სარკოზი მედვედევის შეთანხმება, რომელიც გასაიდუმლოებულია და არაფერს გვეუბნებიან იმის თაობაზე, თუ რას მოაწერა საქართველოს სააკაშვილის სახით ხელი და შესაბამისად რა პირობები იყო ჩადებული იქ იმისთანა, რომ 12 აგვისტოს ხელმოწერილი შეთანხმებიდან სულ რაღაც ორ კვირაში 26 აგვისტოს რუსეთმა უკვე აფხაზეთი და ცხინვალი ცალკე სახელმწიფოებად გამოაცხადა. მე ჩვენ სანამ ჩაწერა დაიწყებოდა ამ თემაზე ქონდა საუბარი და ეს არის აუცილებლად ქართველმა ხალხმა უნდა ეს ხელშეკრულება ნახოს. იმიტომ რომ თავის დრო გავადრო არა მაინც ყველაფერი გამოჩნდება და არაფერი არ დაიმალება და ამიტომ ესე იგი მე მიმაჩნია რომ ეს აუცილებლად სანახავია. აი რომ ამბობენ რომ წყარო და ღელე მე მაქვს ინფორმაცია, არ ვიცი რამდენად ზუსტია ესა, მაგრამ ეჭვი მაქვს, იმიტომ რომ იმისგან მე ყველაფერს ველოდები. რომ ისეთ დოკუმენტზეა ხელი მოწერილი, რომლის მიხედვითაც აი ეს ოფიციალური მაგისტრალი, რომელიც დასავლეთს და აღმოსავლეთს აერთიანებს, ისიც კი აღარ გვეკუთვნის ჩვენ. არათუ ის რაც წაიღეს რუსებმა. ამაზე რატო არავინ არ ლაპარაკობს არასოდეს ესე იგი. მართუხლართებს აბავენ იმ საზღვრებში, რაშიც აღადგინა სააკაშვილმა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია დაარქვა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრებში აღადგინა ისევის ტერიტორია, რაც თავის დროზე 90 წლის დეკემბერში მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ გააუქმა. ფაქტობრივად გამოდის, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ შექმნა ანკლავი, შექმნა ტერიტორია ისევ ძველ საზღვრებში და ეხლა უკვე რუსი მესაზღვრეები და ოსები ავლებენ მართუხლართებს იქ რა საზღვრებში თავის დროზე იყო სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. თქვენი აზრით ეს
გამიზნულად გაკეთდა თავის დროზე 2007 წელს, რომ შემდგომ 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად სწორედ ის მომხდარიყო, რაც მოხდა მაშინ და რაც ხდება დღემდე. ის რო დაარქვა ზემო აფხაზეთი რო დაარქვა კოდორის იქაც მართუხლართები იყო ესო ხელის გულზე დევსაც რამდენჯერ თქვი და კიდევ ვიმეორებ სააკაშვილმა დაიწყო პირადად ომი მაკეინის წაქეზებით იმიტომ რომ მაშინ იყო მაკეინის საარჩევნო კამპანია თუ გახსოვთ დიახ შეერთებულ შტატებში იყო პრეზიდენტის არჩევანი ასე იყო ესა და მას არავინ ყურადღებას არ აქცევს ესე იგი ბატონო რეზო ასეთ ვითარებაში როდესაც ჩვენ ვხედავთ რომ ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას საპარლამენტოს მაგრამ პარლამენტში მცირე ფრაქციით წარმოდგენილს აქვს შესაძლებლობა და გადადგა კიდეც ნაბიჯი რუსეთთან პირდაპირ ურთიერთობის დამყარების მიზნით ჩვენ გვესმის მართველი პარტიისგან რომ ეს არ არის დღეს ჩვენთვის პრიორიტეტი და ეს არ არის საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკა რა უნდა გააკეთოს დღევანდელმა ხელისუფლებამ იმისთვის რომ არ დაკარგოს სტრატეგიული პარტნიორი ან პატრონი თუ გნებავთ ასეც დავარქვათ შეერთებული შტატების სახით რადგან მას სერიოზული ინვესტიციები აქვს აქ განხორციელებული სხვადასხვა სფეროში და ის ადვილად ამას არ დათმობს ასევე არ დაკარგოს ევროპის კეთილგანწყობა საქართველოს მიმართ ჩვენ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გვაქვს ხელი მოწერილი და ამავდროულად გადადგას ნაბიჯები რუსეთისკენ. შესაძლებლად მიგაჩნიათ თუ არა რომ ამ ხელისუფლებამ ეს ნაბიჯები გადადგას და რაც თავარია რუსეთმა დაიჯეროს გულწრფელობა ქართული პოლიტიკური სპექტრის რომ ნამდვილად სურს საქართველოს ტერიტორიების გამთლიანება და არა მხოლოდ ტერიტორიების საქართველოს გამთლიანება. მხოლოდ ტერიტორიებს არ გულისხმობ ადამიანებსაც გულისხმობ. შენც ხო იცი ჩემზე კარგად და ყველამ ვიცით რა. საქართველოს ტერიტორიაზე არის სახელმწიფო რომლის აგენტურაც აქ არ მუშაობდეს? ნუ ორი სახელმწიფოა მსოფლიოში, ერთი არის საქართველო კავკასიაში, სადაც და თბილისი კონკრეტულად სპეცსამსახურების გადაკვეთის წერტილი და მეორე არის შვეიცარია და ჟენევა. სადაც მუდმივად არის სპეცსამსახურების ინტერესების კვეთის მე არ ვიცი ახლა ბანდო მე როგორ მე იმდანაც შეშფოთებული ვარ და პირდაპირ ვიტყვი რომ შეშინებული ვარ იმიტომ რომ ბავშვები მეწოდება თორე მე ისეთი დრო მაქვს ნატარები ყველას გასაგონად ვამბობ რომ საკმარისია ჩემთვის მე არა ვარ ისეთი გაუმაძღარი და ესა ციცოცხლე მიყვარს მართალია მაგრამ გული არ დამწყდება ზოგიერთივით რომ არაფერი არ უნახავს ცხოვრებაში წლიකිნის და ბოღმის თხევის მეტი ეხლა რომ მიწერენ ესე ზოგიერთები ვისაც ვახსოვარ მე არ ვიყავი ესეთი როგორც ვარ ეს კაი ცხოვრებისგან არ დამემართა მე არც კაი ცხოვრებისგან არ წასულა ის რა ქვია ეს პატრიოტ ალიანსი მოსკოვში კაი ცხოვრებისგან არ არის ესა ძიმე ვითარებაა ქვეყანაში და სრულიად ბუნებრივია ასეთ დროს ადამიანმა ნაბიჯი უნდა გადადგას და ხმა ამოიღოს თუ შეუძლია იმოქმედოს კიდეც სრულიად ბუნებრივია მაგრამ ამავდროულად ჩვენ ვხედავთ იმ საფრთხეებს რაც არა მხოლოდ გარედან არამედ ქვეყანაში შიგნიდანაც გვემუქრება ეს არის ის ლიბერალური შხამი რომელსაც თქვენ ყურადღება გაამახვილეთ არასამთავრობო ორგანიზაციები რომლებიც გრანტებით იკვებებიან და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის რომ გაამართლონ გრანტების მიმცემთა ნდობა ასე ვთქვათ და მიაწოდონ მათ ინფორმაცია ჟურნალისტებით მე თვითონ ვამბობ უკვე ხშირად ვიცავ ხოლმე თქვენი ჭალებში თავდასხმებისგან ჟურნალისტებს მაგრამ მე თვითონაც შემიძლია უკვე ეს თქვა ულტრალიბერალური მიდრეკილების ჟურნალისტები რომლებიცაც ასევე ძალიან ნაკლებად მნიშვნელოვანი ან საერთოდ უმნიშვნელოა სახელმწიფო ინტერესები და ქართული ინტერესები და ამავდროულად პოლიტიკური პარტიები რომლებიც სექტებად ფორმირდებიან გულისხმობ იგივე თქვა გირჩს რომელიც საქართველოს ეკლესიას უკვე ამ ფორმით დაუპირისპირდა შექმნა სექტა რაღაც მიტროპოლიტიკოსი გახდა ჯაფარიძე მიტროპოლიტის საპირისპიროდ ასე ვთქვათ და გასაბერი ეკლესიების ჩამოტანა და გასაბერ ეკლესიებში ლოცვა გადაწყვიტა იმ ფონზე როცა პატრიარქის ლოცვა კურთხევით და მეოხებით საქართველოს მოიფინა ეკლესია მონასტრებით უკვე გასაბერ ეკლესიებს იგზავნენ საქართველოს სხვათა შორის მე ერთი ჩემი უმცროსი მეგობრიდან ვიცი მე ისე კარგად ამერიკის ისტორიას არ ვიცნობ როგორც ის მე უფრო ლიტერატურის ესე იგი ეს სექტები ამერიკელების მოგონილია და რუზველტის პირადად აი მაშინ როდესაც დიდი გაჭირვება იყო და კრიზისი ამერიკაში აი მაშინ შეიქმნა იქ ესე იგი დაწყებული კუკლუს-კლანიდან დამთავრებული შეხარჩოება ბაპტისტების ეს 50-იანელები ადვენტისტები
და ეს გირჩი ხო აი ხელის გულზე დევს ეს ხო უცხოს სამსახურების ის არის საქმეა შექმნილი და დაფინანსებული და მოფიქრებული რომელიც რასაკვირველია განუყრელი ნაწილია სააკაშვილის ესენი ხო ერთი გველისგან დადებული კვერცხებიდან ამომტრეულები არიან სულ ყველა ეგენი ეს ევროპული საქართველოა თუ ვინ აბა მე ვიყავი ესე იგი ეს რა ქვია ადოლფინა ეს ხოშტარია რომ იძახდა რომ არაფერი ციხეებში არ მოხდარა თავს რო იკლავდა ხო გახსოვთ? დიახ ხო გახსოვთ? ერთი პერიოდი ამას ამტკიცებდნენ და შემდგომ უკვე ამბობდნენ იმას რომ კი ხდებოდა ეს მაგრამ ნუ აი ამას არ ქონდა სისტემური ხასიათი ნახეთ ეხლა აი ნახეთ მაგის საარჩევნო ის ნახე რაღაცა კლიპი თუ რაღაც გამოსვლა როგორ ამ გერმაფროდიტების ამ ოფოფების გარემოცვაშია იმ ხალხის ვინც ესე იგი ყველაფერს ებრძვის საქართველოში რაც არის ქართული და როცა მე ლალე მარაშკინა მომიტანა თავის ციგნი და ისო ბატონ რეზო წინა სიტყვა და მეთქი ეს რო წავიკითხე ესე იგი აქედან ვეუბნები 1000 მადლობას იმას თავგანწირული გოგოა ეხლა დაუწყეს კბენა ეს არ არის იმიტომ რომ როცა ისინი ბოდიში და უცხოეთში ზოგი აკლემზე იჯდა და ზოგი ვირზე და ზოგი სადიჯდა რომ დადიოდნენ ესე იგი სხვადასხვა ტელევიზიების საშუალებით ეს გოგო აქ იბრძოდა მაშინ ომობდა და არავის საქმე არავის პირად საქმეში არ ჩავრეულო არც იბათში მაგრამ ყველამ თავის თავს მიხედოს სულ ყველამ და ლარის ქვაესროლოს იმან ჯერ ეს ერთი ეს თავისუფალი პიროვნებაა და მე ხარ მინდა და გულწრფელი ადამიანია და არა აქვს ეს მაგარი გოგოა და ერთმა მაგნაირი ქართველები მომწეს მე ერთმა და როგორც არის რა და რაც შეეხება ამ ტელევიზიებს მე პირდაპირ ვაცხადებ აი შენ რომ ამბობ რომ ეხლა მეც ვამბობ რომ ჟურნალისტები ესა იმედი აი ყველას ეშინია ტელევიზიებთან ომი და მაგაზე ლაპარაკი იმიტომ რომ მაგათ ხელშია ეს და დაატრიალებენ რასაც უნდა იმას იტყვიან შენზე და მე წადი დამტკიცე მე არ მეშინია მაგათი მე პირდაპირ აქედან ველაპარაკები დამპალი ტელევიზიები არის დღეს საქართველოში ხარს აბა ნახეთ ეს რა ქვია რა ხდება იმედში იმედი ჩემ მტერს კონდეს შენ ახალგაზრდა იყავე მაშინ და არ გებახსოვრება იგორ კიო ჩამოდიოდა ლილიპუტების ატრაქციონი ჩამოყავდა და იმათი კონფერენცია ვინც იყო ერთ-ერთზე გავს ამ ჯაჯანიძეს ესე იგი მოაგროებს ესე იგი ვინც ბოდიში ხდიდა ვინც ბოზია და ცისფერია და ვინც გარეკილია და ისინი მოაგროვა სატანისტები ხო გახსოვთ და მე გამოძრა იქიდან და ამგეს აიყვანებენ მე გადაიყვანებენ სხვაგან არის გადაცემები მესამე თვალი მეხუთე ყური კრაზანა ვირთხა რაღაც ესე იგი საქმე არა გაქვთ თქვენ იდიოტებო თქვენ პირდაპირ გეუნებით ეხლა წადით და მიწერეთ Facebook-ზე რაც გინდათ იმიტომ რომ ყველა მტრები ხართ თქვენ თავი და ბოლომდე ადრე იყო რუსთავი 2-1 ეხლა არის 9 დამისახელე ეს ჟურნალისტი ხარ და გამოსტილი კაცი ხარ და დიდი სპეციალისტი ხარ შენი საქმის შემეწინააღმდეგე დამისახელე რომელიმე ტელეარხი რომელიც როგორმე რაღაცით მაინც ემსახურება იმას რომ ახალგაზრდობა გაიზარდოს და ჩვენთან განვითარდეს და რაღაცა მოხდეს და ისე. ნუ მე შემიძლია დავასახელო ობიექტივი მაგალითად და შემიძლია დავასახელო კიდევ იგივე საზოგადოებრივი მაუწყებელი ბატონო. არა მინდა არის რაღაც გადაცემები რომ იგივე თქვა ზაზა შათირიშვილის გადაცემა ერთი დღე მუზეუმში არის გადაცემები რომელიც შემეცნებითია და მართლა ძალიან მნიშვნელოვანი გადაცემებია. მე ამ ზაზა შათირიშვილსაც ებრძვიან შენ რა გონია არ ებრძვიან გონია? კი ვიცი როგორ არ ვიცი რომ ებრძვიან მაგრამ მოაზროვნე ადამიანებს აქვთ ასპარეზი ასე. მე ვამბობ ესე იგი მე ხო არ მაგაზე ნუ ვილაპარაკებთ იმიტომ რომ უნაკლო არავინ არ არის ჩემიდან დაწყებული. ასე ამაზე შევთანხმდეთ. ვინც ქართულს ეროვნულს იმ განათლებულ საზოგადოებას იმ ოჯახიშვილებს იმ ადამიანებს ვინც ესე იგი თავისი ადამიანობით თავისი წარსულით მოიტანეს აქამდე რაღაცა რა ვერ დაინახავ ვერსად ეს საყურიანი დოტა სიტლაძე რო რამდენ ხან შეიძლება უყურო ამას მე
არა, თუ ვინმეს დავის და 7 ნოემბერს რა უკნა ხალხს და რეები გვიძახა, მაშინ კი ბატონო. და არავინ არ შემეც წინააღმდეგოს თუ ჩემის ვახარ არ გამაჩერო. გაიძვერა დედაკაცია ის ყოფერია. პირდაპირ ვეუბნები. ვიღაცა მითხრა რომ არ გინდაო რა ოჯახი. ოჯახი მე არ ამყავდა? თუ ოჯახო ვიყავი მე. აბა გაიხსენონ ესე გვისად იყო. არ გეპატიებათ არც თქვენ, მოვა დრო ამისი. მაგრამ დღეს არ არის ეს მთავარი. მთავარი არის აი ეს არასამთავრობოები, რომლებიც ესე იგი სისხლს წოვენ ქართულ საზოგადოებას და ეს დანუაშვილი როა სამართალ დამცავი არა? სახალხო დამცველი. სახალხო დამცველი კი არა, სახალხო გამცემია. აი ეს რო გეყოლება სახალხო დამცველად, აი ჯერ ვინ არის ეგ საიდან დაწარმოებლობის კაცია? მე მას კი არ ვამბობ ეთნიკურ წარმომავლობას. რა სულიერების ადამიანია, ვინ არის? საქართველოში რა, დაილია წესიერი ადამიანი, თუ როგორ არის ეს ვერ გავიგე. ამას თუ არ მიეხედა, ჩვენ გინდა იმას ველაპარაკოთ, გინდა იმას. აქ არის ეს ყველაფერი. ეს გაზეცგნილი მატლებით ესენი. ან რა წერლობა? სად არის ეს მე ვერ ხედავ ესე იგი, რომ ვინმე თავი გადადო ერთხელ, გამოვიდა და თქვა რომ ესე იგი, ნუ შვებით ამას ქართველები, ნუ გძულს ერთმანეთი. მე რომ ამრალებენ ესე იგი, რომ სუსიძულური სენა და არა კორექტულია და ისა. საიდან არის ეს? იქნებ შეიცვალა დამოკიდებულება, თქვა დღევანდელი პოეტები ახალგაზრდებს გულისხმობ, რა თქმა უნდა, მწერლები, მუსიკოსები, ხელოვნების სფეროში დასაქმებული ადამიანები იქნებ ფიქრობენ, რომ ჯობია რომ პოეზიას, ლიტერატურას, ხელოვნებას მიხედონ იმ სფეროს, რომელშიც ისინი არიან დასაქმებულები და აქტიური საზოგადოებრივი, ასე ვთქვათ, საქმიანობა არ არის მათი საქმე. თქვენ ძალიან აქტიურად იყავით ყოველთვის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, საზოგადოებრივ პროცესებში. ვიღაცისთვის შეიძლება ეს არ არის მისაღები, ან შეიძლება უკვე დრო შეიცვალა სხვანაირად. თქვენ ფიქრობთ, რომ აუცილებელია, რომ ყველამ გამოხატოს თავისი აზრი იმ პროცესებთან დაკავშირებით? ყველამ უნდა გამოხატოს თავისი აზრი. მაშინ როცა ეს სამშობლოს ეხება. მე არასოდეს პოლიტიკოსი არ ყოფილვარ და ღმერთმა დამეფაროს. აი პირდაპირ ვიტყვი ახლა. არ მჯერა არავისი. არავისი არ მჯერა. ვინც ტახტისკენ იყურება. აი პოლიტიკა ის შემაძვლა ყველაფერი, აი რაც ჩემ თვალწინ ხდება. მაგრამ პოლიტიკოსი იმისთვის არის, რომ გამარჯვებაზე იფიქროს, არჩევნებში და მოიპოვოს პოზიციები, რომ განახორციელოს თავისი იდეები. გამარჯვებაზე უნდა ფიქრობთ ეს? არა, რა თქმა უნდა, პოლიტიკოსი ის არის, ვინც ქვეყნის გამარჯვებაზე ფიქრობს ყოველთვის. ეხლა არ მინდა ტალერიანის ისენ მოვიყვანო და არ მინდა ეს ყლარჭვა როგორც ის ყველაფერი რო იციან რა. არ ვიცი, მე ვიცი ჩემი სამშობლო. და სანამ ცოცხალი ვარ, აი ამას ვემსახურები მე. და დამიწყონ ეხლა ესე იგი Facebook-ზე წერა, კიცერი იტეხონ. ბატონო, ერთ საკითხთან დაკავშირებით უნდა გკითხოთ კიდევ. ზოგადად საქართველოს ხელისუფლებებს წინასაც და დღევანდელსაც ერთგვარ ტრადიციად ჩამოუყალიბდა, რომ ტურისტულ მარშრუტში ჩასვეს საოკუპაციო ხაზი. ჩამოდიან აქ სტუმრები, მინისტრები, სხვადასხვა საერთაშორისო სტრუქტურების წარმომადგენლები, ევროპარლამენტარები და მიყავთ ტურისტულ მარშრუტი, იმიტომ ვახსენე, აუცილებლად საოკუპაციო ხაზთან და აჩვენებენ. ნუ გასაგებია მავთულხარტების დანახვა და სიახლე არ იქნება მათთვის, იციან, ხო, სადაც არის ეს მავთულხარტები გავლებული, მაგრამ ამის მერე მაინც არაფერი იცვლება. დეოკუპაციის თვალსაზრისით, ასე ვთქვათ, იმ მავთულხარტების მოსვლის თვალსაზრისით. ამაში აქტიურად არის ჩართული შეერთებული შტატების ელჩიც. არაერთხელ გვისაუბრია ამ თემაზე და მინდა რომ ეხლაც გკითხოთ. ამასიათ გამოჩნდა იქ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ჟურნალისტებთან ერთად იანკელი, შეერთებული შტატების ელჩი. ფაქტობრივად ისე აღმოჩნდა, რომ ამ აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორად შეიძლება საქართველოში შეერთებული შტატების ელჩიც, ასე ვთქვათ, მოვიაზროთ. ამას როგორ უყურებთ თქვენ? ეს კიდევ უფრო მეტ გაღიზიანებას ხომ არ იწვევს? იმ ფონზე რა სიტუაციაც თქვენ აღწერეთ და რა ჩვენმა მაყურებელმა და მსმენელმა იცის, სრულიად ბუნებრივი არაერთხელ გისაუბრიათ ამ საკითხებზე. როდესაც ესე აქტიურად ჩარევას ხედავს, იგივე რუსეთი, იგივე ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლები, ოსები ან აფხაზები, როგორ ერევა უცხო ქვეყნის ელჩი, ქვეყნის საშინაო საქმეებში, თუმცა ეს საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხია, სრულიად ბუნებრივია, ხომ, დეოკუპაციის საკითხი. რანაირად შეიძლება რომ ამ ვითარებაში ჩვენ დავარწმუნოთ
აფხაზები ან ოსები, რომ ჩვენი ერთად ყოფნა იქნება მათი იგივე ვთქვათ კულტურული ავტონომიის შენარჩუნება ან ავტონომიის შენარჩუნება. ამერიკელების დაუკითხავთ, ხო ამას ვერ გავაკეთებთ და ყველა მისის მათი დამოკიდებულება ამერიკელების მიერ. პირდაპირ ვაცხადებ. და პირდაპირ ეს ჩემი ხმარწმენაა და ვერავინ ვერ გადამარწმუნებს ამაში. როდესაც ამერიკელები ამბობენ, რომ ისინი ხარს უჭერენ საქართველოს მთლიანობას, ეს არის უბინძურესი ტყუილი. ეს ტყუილია. თუ ვინმეს არ უნდა, რომ საქართველო გამთლიანდეს, ეს იმპერიებია. მე არ ვამბობ, რომ რუსები გიждდებიან ამაზე. მაგრამ ეს არის თვალთმაქცობა. ჯერ ეს ერთი რა ამ აქციაში ნახეთ მარტო ეს საქართველოში ხო ვამბობ, არ ერთხელ მithქვამს. მე რამდენი კოვზი შაქარით ჩავყარე ჩაიში დილით ეს იცის, აი ციტადელი რო ააშენეს დიდი სარაკვია ამერიკის ელჩმა. ეს იცი და არა მარტო მე საერთოდ ყველაფერს ვამბობ. ტერენტიგრანელს გავუნათოს ვერთმა ესე, ჩიტი ვერ გადაფრინდება ხიდან ხეზე. უმაგად გარეში. თუ ეს აქ ხელისუფლებას ეს რა ქვია ჩადებული ჯერ ჩაიყვანონ ბატონო ხელისუფლებას მიმართავ აი ჩაიყვანონ ის რა ქვია მილიარდები რო დაიხარჯა მერაბიშვილის მიერ აქ კონცლაგერივით რო გახსეს გეტო ის აჩვენონ ჯერ და ის იკითხონ ის ფული საწავიდა მაგრამ ამას არ კითხულობენ ესე იგი იმაზე ლაპარაკი არ შეიძლება გიგი უღულავა გარეთ უნდა იყოს აუცილებლად იმიტომ რომ ეგ არის ბანკირი ეხლა როგორც არის რა ეს პანთეონის გენერლები ამდენი ადამიანი შეაწყვიტეს იქ დახოცეს და ქვების გროვა უწოდა სააკაშვილს 50 ამ გრომბიო პირდაპირ ვაცხოდებ ესე იგი არ შევეგოები არასოდეს არასამთავრობოები ნანოაშვილი ეს დამპალი ტელევიზიები ესე იგი რომელიც დაждდებიან ესე 1000 სიცოცხლეს ბოდავენ მე ერთი და იგივე კონტინგენტია ესე იგი თუ არის ესე იგი ტრანსგენდერი ქვია თუ რა ოხრობა ქვია არ ვიცი ესე იგი ამას მოაგროვებენ ვიღაც შლაპიანი სულელები ესე იგი მოგერალია თუ ვერ გაიგებ ერთი იმი და გადაყავთ მეორეში და არის ერთი გლიცინი და ისე ის კი არა რომ ერთხელ მაინც დაფიქრდნენ ხო უნდა დაბერდნენ ამ ქვეყანაზე ამ ქვეყანაში ხო უნდა დაბერდნენ ესენი თუ გავახსენო ზოგ-ზოგი ერთებს ესე იგი რამდენ ღობეზია გადამხტარი რამდენ ღობეზია გადამხტარი მე ჟურნალისტებზე ვლაპარაკობ და თავს ვიყავებ მე კიდე ჯერ ცეგნიც აიკითხონ მაგ უბედურება მაგათ მაინც ჯობია ნუ არიან თავის ქვეყნის მტრები ბატონ რეზო ჩვენ დავიწყეთ ქვეყანაში არსებული მძიმე ვითარებით და მოსალოდნელი დაპირისპირებით და ამ თემით მინდა გავაგრძელოთ ეს არის მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ვითარების კიდევ უფრო მეტად დაძაბვა. ფაქტობრივად თბილისში გარკვეულია, ასე თუ ისე, გამოკვეთილია კანდიდატები, ვიცით ვინ იქნება, ვინ ვის დაუპირისპირდება და ვიცით, თქვათ, მათი დამოკიდებულებაც როგორც საზოგადოების მიმართ, ისე ოპონენტების მიმართაც. არ ვიცით რა მდგომარეობა იქნება რეგიონებში. ჩვენ მოვისმინეთ ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადება, რომ არავითარ შემთხვევაში არ იქნება ადმინისტრაციული რესურსი გამოყენებული, თუმცა თვითონ ადმინისტრაციული რესურსის არჩევნებია. რესურსი ირჩევს თავის თავს, სრულიად ბუნებრივია ისინი აქტიურად მონაწილეობენ ამ პროცესში. თქვენ როგორ უყურებთ დედაქალაქში მერის არჩევნებს და რეგიონებში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს? ეს კიდევ უფრო მეტად დაძაბავს ვითარებას, თუ შესაძლოა არჩევნების დასრულების შემდგომ ერთგვარი განმოხტვის ფუნქციაც შეასრულოს. ვერ გეტყვი, მე ერთი რამე ვიცი, რომ მე ვერავის იმის გარანტიას ვერ ვიცემ, რომ ადმინისტრაციული რესურსი არ იქნება გამოყენება, ეგ არ ვიცი მე. რესურსი არ ვიცი. მაგრამ რაც შეეხება არჩევნებს, აქ ორი ძალაა მხოლოდ. ის არავინ არ თქვას, რომ აქ 4 კანდიდატურაა. ეს არის 3 კანდიდატურა სააკაშვილის ეს არის სააკაშვილის უდუმაშვილი. ხო, ნუ უდუმაშვილია თუ იმის რო ამბობენ, უდუმო ყარაჩოყლები არიან თუ ვინ არიან. როგორ ბედავს ეგა? 25 წელი იმას ჯოჯუას ხრებლები მოდიოდა, რომ 25 წელი ესე იგი შხამი ანთხია, ატყუებდა ხალხს და ასრულებდა პირდაპირ ესე იგი. სააკაშვილის კანდიდატურაა. პირდაპირ.
ეს ადოლფინა ხოშტარიას ეგრეა. ის ელისაშვილი ვინ არის? ეს არის ერთი აბსოლუტურად ერთი და იგივე ძალაა. და აქეთ არის კახი კალაძე. და პირდაპირ ხმამაღლა ვაცხადებ. ჩემი მისდამი სიმპათია დაიწყო როდის იცი? აი რო ყველა ენა ჩაიგდო პირში და ძმაკაცი რომ გამოესარჩა დემეტრაძეს. მიხვდეთ ძალიან რთული იყო მაშინ. აი მაშინ თქვენ ეს არის კაცი. და იმის შემდეგ მე პატივცემ ამას. მე შური იძიეს კახი კალაძეზე მაშინ და როდესაც საფეხბურთო კარიერა დაამთავრეს, გაცილება არ მოუწეს. მე დავწერე მაშინ რომ დადგება დრო და მას გიქცეულად გააცილებენ ნირი სპორტიდან და ესეც მოხდა შემდგომ უკვე 2014. ეხლა უყურე. ვინც აკვირდება ესე იგი. კახი კალაძე ჩამოყალიბდა როგორც პოლიტიკური ლიდერი, ძალიან გაიზარდა. აი დააკვირდით მის მეტყველებას, მის აქცენტებს, მის საქციელს. ეხლა დამიწყებენ რომ ესე იგი იმან ფული ივანიშვილის ფული. თქვენ ვის ფულზე გაქციებიათ უკანალები ეს ამას გეკითხებით მე თქვენ. მოდიდათ კარგად დაითვალეთ ვის რა საერთოდ. რომ ბედურებო თქვენ. არა, კალაძეს ფული ისედაც ჰქონდა ბევრი მინისტრისგან განსხვავებით. მინისტრობამდეც ასე ვთქვათ. თავისი სპორტული კარიერით ჰქონდა კალაძეს ფული არის გამოგებული. რაც მაგათ ფული აქვს. რაც მაგათ ფული აქვს საერთოდ. კეზერაშვილმა კიდე გახსნა რაღაცები იქით, როგორც არის რა. ივანიშვილის ფული მაგას არის ზესუმზირა. და ეხლა იმდენი ფული შემოვა, ამას მე უშიშროების გასაგონად ლაპარაკობ. უშიშროების, რომელსაც მე პატივცემ კომენლაურს. თორე ერთგული და სუბტაკაცია. აი გასაგებად ლაპარაკობ. იმდენი ფული შემოიყრება ეხლა. იმდენი ფული შემოიყრება. და იმდენ გადაცემა ვნახე, რას ფიქრობთ სააკაშვილზე? და დაიჭერე ვიღაც ბონჟებს და აი ხალხის აზრი. ყოველ შემთხვევაში მე თავში ვთქვი და ეხლაც გეუბნები რომ ვის ელექტორატი რომელიც ყავს სააკაშვილს კიდე გეუბნები რომ აჩეხო მაინც იმას მიცემს ხმას. ამიტომ ეს არის სექტა. სექტა როგორც არის ეს გირჩი და ეს ხალხი. მაგრამ დანარჩენი საქართველოს კიდევ ვიმეორებ თუ აპირებს ესე იგი ამას ყველაფერს შეგუოს თუ აპირებს რომ დაივიწყოს ის რომ მისი მამაკაცები გაუპატიურებლები გამოვიდნენ ციხიდან იმათ შვილებით მეები მეგობრები ნაცები რა მნიშვნელობა აქვს ამას თუ შენ ქართველი ხარ და გული გიძგეს ქართულად ადამიანი ხარ ხო უნდა იგივეა ეს ერზე ვცელდება საერთოდ და ამაში ვადანაშაულებ ხელისუფლებას რომ აქამდე ასე მიდის ეს ყველაფერი მაგათმა ხმა როგორ უნდა მოიღონ როგორ უნდა ბედავდეს ვინმე სერგო რატიანები და ისინი ხლარ ევროპული საქართველო გახდა ამედი ამოგტეხოთ თავში თქვენ რაც ევროპული არაფერი არ გაგაჩნდეთ საერთოდ მე იმ ევროპაზე ვლაპარაკობ რომელიც იყო და რომელზედაც გიждდებოდით თვითონ ჩვენთაგანი და ამაზე ესე იგი ბუკიკიოს ჯერ ერთი მაგრამ ხელისუფლების მიმართ ხალხის კრიტიკული დამოკიდებულება, აი თქვენც გააქვთ ეს კრიტიკული დამოკიდებულება გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, ასევე საზოგადოებასაც აქვს. ფაქტობრივად ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება ეს ხალხი ვინც ხელისუფლებაშია, არ არის მზად იმისთვის, რომ საზოგადოებას შეხვდეს და პირდაპირ ელაპარაკოს პრობლემებზე. რატომ დაურბის ხელისუფლება ბატონ რეზო საუბარს საზოგადოებასთან? და რატომ არ შეუძლია ღიად ისაუბროს იმ პრობლემებზე, რომელთა მოგვარებაც ამ ხალხთან ერთად უნდა მოახერხოს? თუ ასე გააგრძელებს ხელისუფლება, აი ასე ესე იგი მხოლოდ რამოდენიმე ფრაზით განმარტებას იმისა, რომ ასე ესკეთება, კომუნიკაბილობა არის საჭირო, ესე იგი საზოგადოებასთან არის ლაპარაკი საჭირო და როგორც კი ქართველს გაუგლუებ აი ეროვნულ განცდას მართალია ეს ჯერ ჩუმად არის, მაგრამ ერთვენი ერთ დღეს შეიძლება ეს არ დამთავრდეს. მე რა მინდა ვთქვა? ყოველ შემთხვევაში მე სულ არ მაინტერესებს არავის ამით რუსები რომ ამბობენ, ბრავიროვანი ამბობენ ესე იგი ამ ხელხელაობა რომ იმან კემბრიჯი დაამთავრა და ამანისა. არ დაუმთავრებია ბატონო კემბრიჯი, აგერ ემზარკვიციანს. რა ვიმეზე ნაკლები ქართველია? რატო ვიჭრიავ ვენებს მე ესე იგი? იმიტომ რომ პირდაპირ ან პეტრე უნდა იყო, ან პავლე უნდა იყო.
და სანამ ჩვენ იმას არ შევიგნებთ, რომ ესენი მტრები არიან, ეს ლიბერალური შხამი არის მტრები და ჩვენ ვლაპარაკობთ შერიგება, მეც ვლაპარაკობ უკვე ამ შერიგებაზე, მაგრამ რანაირად შევიძლია მე რო შეურიგდე დავუშვათ იგივე ლაშა ბაქრაძეს. რანაირად შემიძლია ესე იგი, როცა რატო გადამალა მამამისმა თავის დროზე აფხაზეთში? პასუხი გამწევ ამაზე და ბევრ რამეებზე კიდე. ვინ ლაშა ბაქრაძე? ამას არ იყო, აფხაზეთის ომი რო იყო მაშინ. ვის ეთყლარჭებია დეგენი? რანაირად შეიძლება რომ ლიტერატურის მუზეუმში ჩატარდეს რესპუბლიკელების ყრილობა? რა არის ესა? და მე ქართულ მწერალს იმის სიტყვის უფლება არ მომცა, როცა საერთაშორისო ის იყო. და იმ ხალხს ვეცი და მოვაგლეჯდი ვიკისერს იქვე და წამოვედი იქიდან. და მე მეუბნებიან რას ერთში ამ კულტურის სამინისტროს. ვერჩი კი არა დადგება იმის დრო, რომ ყველაფერზე ყველას პასუხს ვაგებინებ, თუ ცოცხალი დავრჩი. აი ეს ხალხი ვინც არიან, ეს ლაშა ბაქრაძე, ბუღაძე, ეს რატრატი ამაღლობელი ესენი. აი ეს ვინც არიან ესენი. ეს მე მაგიზიანებს, იმიტომ რომ ამას ელემენტარულად არავინ ყურადღებას არ აქცევს. წაბილწეს ყველაფერი. წაბილწეს. და მე ვარ ესა რა ქვია, სიძულვილის შერის ლაპარაკობ. არა, ეს რა თქმა უნდა არ არის სიძულვილის. და ვინ უწყობს ამას ხელს? ქართული ტელევიზიები. აი მე მაგრამ გამიგია ქართულ ტელევიზიებშიც ხო ის ადამიანები ჩანან ბატონურეზო, ვისაც აქვს ეს პოზიციები. რა პოზიციები? ერთმანეთთან დაპირისპირებული, ერთმანეთთან შეუთავსებელი, მაგრამ მაინც იმედზე იყო ერთი დიდი კალი და თავზე ეხურა ცხვარი და გამოვიდა მერლინ მონროსავი და დოიჯი გამოვიდოდა. იმას აკესა, ანდა მე გამიგია ხარ დავასახელებ იმ გომბიოს. მე გამიგია რომ საქართველოში კაც გაუთხოვდა ცოლი. ხშირი შემთხვევები ყოფილა ესეთი. მაგრამ ჯერ არ გამიგია მე რომ ქალს გაუთხოვდა ქმარი. ასეთებიც არიან სხვა ტელევიზიებში. და არის ერთი ისა ბანჭვა გრეხვა. და ამიტომ ამბობ მე რომ ესე იგი ძალიან დიდი დანაშაული მიუძღვის შენ კოლეგებს ესე იგი. ჩემო მონდო. ძალიან დიდი. აი თითოეულ ადამიანი დარჩება ბოლოს. თითოეულ ადამიანი ეხლა მადლობა ღმერთს რა ჩემ ხუთ შვილთაშვილს ვიფიცებ. რა მაქვს მე რა მჭირს იმისი რომ შენ ესე გეფერებოდე მაგრამ რატო მოგეკედლე მე შენ? ან რატო არის რომ ლაშანადარეიშვილთან ვიდეო მხოლოდ და სალაპარაკოდ და კიდე არის ერთი ესა რა ქვია. რატო ხდება ეს? იმიტომ რომ მე თქვენში ვხედავ ამას. ვხედავ რომ როგორი უჯმურიც არ უნდა ვიყო, უხასიათო არ უნდა ვიყო, კუზიანი არ უნდა ვიყო. თქვენ ღებულობთ რეზო ამაშიკას ისეც როგორიც ვარ. იმიტომ რომ ვარ გულწრფელი. და სწორედ ეს გულწრფელობა განაპირობებს ჩვენს დამოკიდებულებას და სიყვარულსაც თქვენს მიმართ ბატონო რეზო. რაც ჩვენი მხრიდანაც აბსოლუტურად გულწრფელია. გულწრფელი დამოკიდებულებაა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ინტერვიუსთვის და ერთ საკითხთან დაკავშირებით კიდე რა კი თქვენ ასე ვთქვათ ჟურნალისტებს და ტელევიზიებს ასე გვამუნათებთ და ასე ვთქვათ გვიტევთ პირდაპირ ვთქვათ მეც საპასუხოდ გკითხავთ სად არიან ის ადამიანები რომლებსაც მადლიერების გამოხატვა მაინც მართებთ ბიძინა ივანიშვილის მიმართ და როცა მის შესახებ ძალიან დიდ აგრესიას გამოხატავენ ის ადამიანები, მანქურთები, ლიბერალური შხამი, საიდანაც მოდის, აი იმ ორგანიზაციების წარმომადგენლები, ისინი აქ ვიღაც არის ძალიან გაჩუმებული. ხო შეიძლება რომ ილაპარაკოთ და ჩვენ დაუთმოთ ეს არ მინდა და მეთქვა, მაგრამ ეხლა ვიტყვი. მე კატეგორიულად აუგრძალე მაცაცოს ეპისკერაძეს ჩემ ტექსტზე რომელიმე სიმღერის გამოქვეყნება. კატეგორიულად აუჩეუთვალე. თუ გაბედავს მე რა რო გადათხლაშულა ბოდიში ქალზე არ უნდა ლაპარაკობდე ამას და იქ რა ქვია მზია წერეთელთან ერთად და რა აფახულებს ესე რა ქვია დედამისი სააკაშვილის და უდუმაშვილის იქ მაშინ კეთილი ინებოს და ბანკომატებში უმეცხრევიან მაგის და მაგნაირები ბიძინას ფულის ასაღებად იმიტომ რომ არავით არის მადლიერების ნობა არ გაჩია და ეგ ღორები არიან წავიდეთ ეხლა და მიჩივლონ და დაუდასტურებ კარგად მე მეომარი კაცი ვარ ჯერ და ვიღაცებს გონია რომ წავედი ამ ქვეყნიდან. მანამ არ წავალ ამ ქვეყნიდან სანამ არ მიმიღებს უფალი მე. სანამ ამას არ ვნახავ მე. უმადურობის ის არის, რა ქვია, მორევი.
მაშინ თქვენს რომ არ მინდა ეს არ ვეთანხმები ვებრძვი ამ კაცს და ნუ რამდენჯერ თქვი ეს მე არა მე მართალი გითხრათ გაკვირვებული ვარ ამ დამოკიდებულების გამო არა იმიტომ რომ ბანკომატთან მიდიან ეს ადამიანები მაგიტომაც არა ჩემ გულწრფელად გეუბნებით ახლა ამას რასაც ვამბობ თუ ადამიანს არაფერი დაუშავებია და მის მიმართ აგრესია უსამართლო აგრესია მაშინ ის გეხმარება თუ არ გეხმარება გაძლევს თუ არ გაძლევს ფულს მართალი ადამიანის გვერდში უნდა დადგე და უნდა დაიცვა უსამართლო თავდასხმებისგან მაგრამ ჩვენ ვხედავთ რომ ადამიანები არა მხოლოდ ისინი ვისაც არაფერი არ მიუღია არასოდეს პერსონალურად ივანიშვილისგან და ასეთები უფრო იცავენ სხვათა შორის არამედ ისინიც ვისაც წლების განმავლობაში მიუღია ივანიშვილისგან რაღაცა არიან გაჩუმებულები მე ძალიან გვიან ჩამხდეს მაგ სხვათა შორის ძალიან გვიან და სანამ მე ყოველთვის ვამბობდი რომ კაცმა ჯერ ესეთი სირცხვილი ამაზე ლაპარაკი ახლა საქართველოს მაგრამ თვითონ არ ლაპარაკობს ამ თემაზე და არასოდეს არ ვისკავს ამ თემაზე მე არ მქონია მე არ გარდამიდგამს ესეთი ნაბიჯი რომელიც შეიძლება მასწენოდა როდესაც ესე იგი ირმაინაშვილს სახალხო დაუჭირებ ხარი მაშინ და მაშინ ერთი თლიანი იყო კოალიცია მაგრამ მე დავდექ მაშინ სიმართლის გვერდზე ისევე როგორც ახლა დგახართ სიმართლის გვერდზე როდესაც ამბობთ რომ აუცილებელია პირდაპირ ურთიერთობების დამყარება რუსეთთან და ძალიან ვაჟკაცური ნაბიჯი იყო რომელიც პატრიოტთა ალიანსის დეპუტატები გადადგეს კი ბატონო დიდი მადლობა ბატონო რეზო და ბოლოს მინდა თქვა რასაკვირველია მე თხოვნით მინდა მაინც მიმართო ხელისუფლებას ნუ მიატოვებთ ცხრებივით ნუ მიატოვებთ ხალხს ამას მე სიკეთით გელაპარაკებით ამას და არა ნიშნის მოგებით ნუ მიატოვებთ იმიტომ რომ შეიძლება აღარ არის ის ინტელიგენცია აღარ არის ის ადამიანები აღარ არიან ცოცხლები ვისაც შეუძლია ჭეშმარიტ გზაზე დააყენოს ეს ქვეყანა და ამიტომ ხელისუფლება ყველა მიმართულებით უნდა იმუშაოს და ვამთავრებ იმითი მიხედეთ რუსეთთან ურთიერთობას თორე დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები აღარ დარჩება საქართველოსთან არაფერი და ინდივიდუალურად მართლები იქნებიან მტრები აი ამის თქმა მინდა მოკლედ ან ჩვენ გადავდგავთ ნაბიჯს რუსეთისკენ ან ისინი ნაბიჯ მოუახლოვდებიან თბილისს და შემდგომ უკვე ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე აღმოჩნდებით პრობლემების რომელთა მოგვარების უნარი შესაძლოა აღარ შეგვჩეს ძალიან დიდი მადლობა ბატონ რეზო დიდი მადლობა მასპინძლობისთვის დიდი მადლობა იმისთვის რომ ჩვენ ერთად ვესტუმრეთ ჩვენს მაყურებლებს და მსმენელებს რომლებიც ამ 1 საათის განმავლობაში დარწმუნებული ვარ დიდი გულისხმობით გვისმენდნენ დიდი მადლობა ჩვენს მაყურებლებს და მსმენელებს დიდი მადლობა ბატონ რეზოს ცნობილ პოეტს და საზოგადო მოღვაწეს ამ გულწრფელი საუბრისთვის ზოგადად გულწრფელი დამოკიდებულებისთვის ჩვენი საზოგადოების მიმართ, ჩვენი ხალხის მიმართ და მადლობა ასევე იმ ადამიანებს, ვინც ამ მოსაზრებას არამხოლოდ იზიარებენ, არამედ შინაგანი რწმენით აღიქვამენ ზუსტად ისე, როგორც საუბრობს ბატონი რეზო. აღიქვამენ როგორც სიმართლეს, რომლისთვის თვალის გასწორებაც აუცილებელია. მე ჟურნალისტი ბონდო ბძინარაშვილი ვარ, კარგად გრძანდებოდეთ.